Вопросы будем задавать или приветствую, вот он сказал. კითხვები დავსვათ თუ როგორ, აი ქართულად მოგვესალმა. გამარჯობა. ბატონო აპტი, საქართველოში უყურებენ ყველა თქვენს ინტერვიუს და სიამოვნებით ავრცელებენ კიდეც. ასე რომ თქვენ ძალიან პოპულარული ხართ ყველგან და განსაკუთრებით საქართველოში და იმედოვნებენ რომ თქვენი კეთილი მიზნები ასრულდება. ღმერთის დახმარებით. კარგი იქნება გამოხატოთ თქვენი სურვილები ქართველი ხალხის მისამართით მისთვის ამ მეტად რთულ ვითარებაში. ამასთან საქართველოდან კარგად ვხედავთ, რომ რუსეთმა თავის თავზე აიღო დღევანდელი ეპოქის მთელი სირთულეების გადალახვის პასუხისმგებლობა. კარგად ჩანს ისიც, რომ რუსეთს უპირისპირდება ის ხალხი, ვინც უპირისპირდება საქართველოს. რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ცხელი ომი. იგივე უნდათ განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგაც. საქართველო უნდათ გამოიყენონ უკრაინის მსგავსად, გადააქციონ რა პოლიგონად. უფრო მეტიც, სწორედ საქართველოდან უნდათ დაარტყან რუსეთს, განახორციელონ კურსკი 2. მოკლედ რაქნას როგორ მოიქცეს ქართველი ხალხი, რომელიც უძლიერესი მოწინააღმდეგის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. დავიწყებ იმით, რომ ყოველთვის დიდ პატივს ვსემ ქართველ ხალხს. თქვენ იცით, რომ ერთ დროს სრულყოფილადაც კი ვფლობდი ქართულ ენას. სხვათა შორის სომხურ ენასაც ვფლობდი კარგად. მე მყავდა და მყავს ბევრი ქართველი მეგობარი, რომელთანაც ყოველთვის ვინარჩუნებ კეთილ ურთიერთობებს, ჩვენი ისტორიული კავშირების გათვალისწინებით. ცოტა შორიდან დავიწყებ და ორ სიტყვას ვიტყვი ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ. როგორი სიახლებიც არ უნდა შემოიტანონ ისტორიაში, ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრება არის ფუნდამენტი, რომელსაც უნდა მიუბრუნდეთ ხოლმე მუდმივად. ქართლის ცხოვრების მიხედვით ქართველებს სომხებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ლეკებს, დიდოელებს საერთო წინაპარი ყავს. ჩვენ თარგამოსის შვილები ვართ. მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვიყავით ერთმანეთთან კავშირში. საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი დაქორწინდა ზურძუქთა ასულზე. ჩვენ ჩეჩნებს ასე გვეძახდნენ მაშინ ქართველები. ქვეყანა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ანუ ჩეჩენეთის რესპუბლიკა, მაშინ მოიხსენიებოდა როგორც ზურძუკეთია. ჩვენ ყოველთვის სტუმრობდით ერთმანეთს. ყარდებოდა ნათესაური კავშირები და იმდენად ვცემდით ერთმანეთს პატივს, რომ შვილებს ერთმანეთის სახელს ვარქმევდით. ასე რომ ჩვენ შორის ყოველთვის იყო კარგი ისტორიული ნათესაური კავშირები. საქართველომ თავისთავი გადაარჩინა იმით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით თავის ბედი დაუკავშირა რუსეთს. საქართველომ თვითონ სთხოვა რუსეთს მიეღო მას შემადგენლობაში, რითაც გადაარჩინა საკუთარი რელიგია და გაერთიანდა კიდევაც ეს მაშინ, როცა ოსმალეთი ძალისხმევას არიჩურებდა საქართველოს დაკუცმაცებისთვის და დაპყრობისათვის. რუსეთმა როგორც დედამშვილს ისე მოუარა, გადაარჩინა და შეინარჩუნა. თამარ მეფემ ბევრი გააკეთა მართლმადიდებლური ეკლესიის გასაძლიერებლად და შემდგომშიც ეს ძალისხმევა გაგრძელდა, რათა მართლმადიდებლური რწმენა ყოფილიყო ძლიერი საქართველოში და ამ საქმეში რუსეთის როლი დიდია. ასე რომ სულიერადაც ისტორიულადაც გენეტიკურადაც ჩვენ ძმები ვართ. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ეპოქაში, რომელიც აღწერილია ყველა წმინდა წერილში და ყველა ქართველი, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ეგრეთ წოდებულ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ ფასეულებებს, ანტიქრისტეთა ჯარს, ეწევიან წმინდა ომს. თქვენი წმინდა ომი კი შეერწყმება ჩვენს წმინდა ომს, იმ ომს, რომელსაც ჩვენ ამჟამად აქ ვაწარმოებთ. ასე რომ ჩვენ ერთ ფრონტზე ვიბრძვით და ჩვენ გვეწინააღმდეგებიან სატანისტები. და ისმის კითხვა, ქართველებს რატომ გექმნებათ პრობლემები? თუ თქვენ დათმობთ თქვენს ეროვნულ ოჯახურ ზეციურ ფასეულობებს, თქვენ საყვედურსაც კი არავინ არ გეტყვით იქიდან. თქვენ არ გიმტრობენ და არ მოგისყობენ რევოლუციებს. იმის გამო, რომ თქვენ რჩებით ღმერთის მხარეს, ართმობთ თქვენს ფასეულობებს და ტრადიციებს, ცდილობენ თქვენს როგორც სახელმწიფოს განადგურებას. ყველაზე საჩინელი ის არის, რომ თქვენს სიმართლეს წარმოადგენენ რა სიცრუეთ, ცდილობენ და ჭკუაზე მოგიყვანონ და თავს მოგახვიონ დემოკრატია. და ეს დემოკრატია კი ჩვენი საერთო მტრების მიხედვით წარმოადგენს ღმერთის უარყოფას, ჩვენი საოჯახო ტრადიციების და წესჩვეულებების განთავისუფლებას. და როცა ამ გზით ჩვენ გავხდებით ანტიქრისტეს მონები, მაშინ მიზანიც ასრულებული იქნება. ჩვენ ისტორიულად და სულიერად ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ ერთი მშობლების შვილები ვართ. ვიცი, რომ ქართველი ხალხი ძალიან ძლიერი, ძალიან კეთილი, ძალიან ჭკვიანი ხალხია. ესაა ხალხი, რომელსაც დიდი წინაპრები ჰყავდა ყველა ასპექტში. თქვენ ყავდათ დიდი მეომრებიც, რელიგიური მოღვაწეებიც, რომლებიც მზად იყვნენ ღმერთის სახელით გაეწირათ სიცოცხლე. ეს იყო და არის განსაკუთრებული ფასეულობა. რატომ წვდნენ ყელში ყველა ჩვენს ძმას გარშემო, რუსეთის გარშემო? იმიტომ, რომ თუ თქვენ არ დაგაშორებენ და არ გადაგაქცევენ ჩვენს მტრად, ისინი ვერც გაიმარჯვებენ ჩვენზე, რუსეთზე. და როცა ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი დღეისათვის დაუბრუნდა თავის თავს და ასე ვთქვათ, შინ დაბრუნდა, ამაზე ჩვენ გვეთქმის მხოლოდ ერთადერთი რამ: დიდება ღმერთს ქართველმა ხალხმა გაიგო, რომ ის უფსკვლისკენ მიხავთ, რათა ამ უფსკვლში გადაჩეხონ და ისევ დაუბრუნდა ღმერთის გზას. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც თქვენ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ დღეს, თანამედროვე ისტორიის ფარგლებში. ამიტომ მინდა გითხრათ, ძმებო, ნუ დაემორჩილებით მტრებს, ამ ბინძურ ვერაკ პოლიტიკას, ანტიქრისტეს პოლიტიკას, ნუ გახვებით მას, რადგან თქვენ
თქვენ დაკარგავთ თქვენს თავს, რადგანაც დაშორდებით ღმერთს, ხოლო თუ დაშორდებით ღმერთს, თქვენ დაკარგავთ თქვენ თავს. აქაც და იქაც პასუხისმგებლობას აიღებთ იმაზე, რაც შემდგომში მოხდება თქვენს ისტორიულმა მოვალზეც. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქართველი ხალხი გაიღვიძებს, წელში გაიმართება. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშორებს, ხოლო ჩვენ თუ იქნებით ერთად, არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენზე გაიმარჯვებს. იმიტომ რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ღმერთს უყვარს. რუსეთი დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბურჯად უდგას საღმრთო, საოჯახო, ტრადიციულ ყველა სხვა წმინდა ფასეულობებს. რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ამას აცხადებს. ჩვენ არ დავამარცხდებით, რაც არ უნდა მოხდეს. დამარცხდება ის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის. ვინც არ უნდა იყოს, ის რომელიც სახელმწიფოც არ უნდა იყოს. რადგან რუსეთია ის ქვეყანა, რომლისგანაც დაიწყება კაცობრიობის მორალურ სულიერი აღორძინება, ძვირფასო ქართველობა, მოგმართავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით და კეთილი სურვილებით. ღმერთს მთხოვთ ძალას და დახმარებას. ერთმანეთს დაუდგეთ და გავერთიანდეთ. რათა მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი დამარცხება და მუხლებზე დაჩოქება. თქვენ ჩვენი ძმები ხართ და თქვენთან ვართ სიტყვითაც, სულიერადად და საქმითაც, რადგანაც ღმერთმა დაგვბადა ძმებად, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას. მალე ახალი წელია და გისურვებთ, რომ 2025 წელი ყოფილიყოს გამარჯვების წელი. დღეს საქართველო იბრძვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. დასავლეთი იყენებს ყველა ხერხს საქართველოს წინააღმდეგ. დასავლეთმა დაკარგა სახე, დაკარგა ყველა ღირსება. ჩვენ კი გამოწვევას ვიღებთ და ვერთვებით ბრძოლაში. არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ და ვერ შევამჩნიოთ საფრთხე. ვიფიქროთ, რომ ჩვენს ნაცვლად სხვა იბრძოლებს. უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, დასავლეთს სახე არც არასდროს ჰქონია, მას ჰქონდა აფარებული ნიღაბი, რომელიც ჩამოიგდო. რუსეთმა ჩამოგლიჯა დასავლეთს ნიღაბი. ძირითადი დარტყმა ჩვენ მივიღეთ ჩვენს თავზე. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ამ დარტყმების აღება თავის თავზე და გამარჯვებაც. ერთად გავიმარჯვებთ.